15 პოლიციელს მიხენებული ყავს ხესთან და დამამცირებლად ფანხურს უთავს და პაპუნა ლოცულაშვილმა პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობის სისტემა საჭამა ალიყური. მე ვარ ადამიანი, რომელმაც გაავრცელა მოძალადე ზაკო წკრიალაშვილის ფოტო და ეს არ იყო ჩემთვის მარტივი. ამ ადამიანთან მაკავშირებდა წლების მაკაცობა, მაგრამ მე ვთქვი, რომ იმ ადგილას რომ ყოფილიყო ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი საკუთარი ძმა, გავაკეთებდი იგივეს. და ამ დაკავებულების სიაში აღმოვაჩინე ჩემი ბავშვობის მაკაცი, რომელმაც ჩაიდინა საგნისტური ქმედება. და აქ გეხართ ადამიანები, რომლებიც მიცნობთ პირადად, რომლებთან ერთადაც ვიმსახურე საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელთანაც მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთები, რომელთანაც მქონდა პირადი ურთიერთობები და რომელთა ხელშიც გავიზარდე გახარდა მისმენთა იცი ვიზეთ საუბრობ. კარგად გვიცნობთ და კარგად იცით და გეტყვით ერთ რამეს. ჩვენ და თქვენ გვყავს ერთი საერთო მტერი, მტერი, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას. ვიცი რომ არც თქვენ არ სიამოვნებთ ორ დღეში ერთხელ გამისცენება, მაგრამ იქამდე იქნებით აი ესე მართლა წლები დაგჭირდათ, როგორც თეო მთვარო, ძაღლებს რომ გიწოდებდნენ იქიდან პოლიციელობაზე გადმოწყობილიყავით და სამწუხაროდ აი ამ დამპალმა სისტემამ ისე ვით დაგაბრუნათ, სადაც 15 გიენა მიესიეთ ერთ ადამიანს, რომელსაც ხელებს შეკრუს, აი მაგას ქვია წამება და არაადამიანური მოპყრობა და არავითარი სამსახურეობრივი გადაცდენა. და ეს, რასაც თქვენ დღეს ვცდილობთ რომ გაასაღოთ გადაცდომად, ეს არის სისტემის რეალური სახე. ეს ხდება ყოველ ღამეს ამ ქალაქში. მე დღეს ჩავწერე ვიდეო და მოგიწოდეთ, დაინტერესდეთ რა ხდება სოფლის განყოფილებებში. სადაც ჩვეულებრივად კანონის სახელით მოძრაობენ ბანდიტები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ პოლიციას. მუნდირის ჩაცმა არის ღირსება, მაგრამ თქვენ ღირსება დაკარგეთ და ის მუნდირი, რომელსაც ატარებთ, არ არის თქვენი ღირსი. თქვენ არ ხართ უბრალოდ ამ მუნდირის ღირსი. და თეომ რაც თქვა, რომ არ ყოფილიყო ჩემ შემთხვევაში დაკო ხელაძე, მე სისხლის სამართლით გამასამართლებდით და გამომიყვანდით ნარკომანს, ბარიგას და ასე შემდეგ. მე მაშინაც თქვი, ნებისმიერ დროს დაინტერესდით, ნებისმიერ დროს მომაკითხეთ და ვნახეთ, სად ვარ და რას ვაკეთებ თქო. მაგრამ თქვენ ხართ სისტემის ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიტები. თქვენ დადეთ ფიცი ქვეყნის წინაშე და არა თქვენი მინისტრების წინაშე, რომელსაც კვირაში ერთხელ უთვალმოყვარეოდ გიცულია. ეხლა გახართ მისმენთ ვიღაცამ გულში იცით რომ მართალს გეუბნებით. გულში იცით თქვი რომ აი იმ ფოტოს რომელიც გავავრცელე ზაკო წკრიალაშვილის აუცილებლად ანახებდით და ანახეთ კიდეც. დაკავებამდე ზაკო წკრიალაშვილმა Facebook-ზე დამბლოკა, მაგრამ მე არ შემწხვება იმის რაც გავაკეთე. მე ვამხილე ჩვეულებრივი სადისტი. ამ ადამიანს არ აქვს არანაირი კაცობის, არანაირი ადამიანობის ნათამარი შერჩენილი. ეს არის დაუადმყოფი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. და თუ კი აი აქ 18-19 წლის ბავშვებს, რომელსაც წვერი არ ამოსვლია, ჯარში არ ყოფილან, დიპლომი არ აქვს, იარაღი პირველად ხელში მიეცი, ხოლმე და ზეგ აი ესეთ შემთხვევაში ვიღაცა შემოგაკვდებათ და მე ისე ვიტყვით რომ გადაცდომაა. და სანამ აქამდე მივსულვართ, აი ამ ქალაქში, აი ამ ქვეყანაში, ბევრმა ადამიანმა უნდა ამოიღოთ ხმა, თორემ ყველგან არ შეგხვდებათ ლადო ბიჭაშვილი, არ შეგხვდებათ გიორგი ახალკაცი და მე ინანებთ რომ ამოგეღოთ ტელეფონები და გადაგეღოთ, როდესაც თქვენ სულით, თქვენ გიხედავთ კანონდარღვევას და არერევით შიშის გამო. ქუჩაში ვხედავთ 16 წლის ბავშვებს როგორ ჩხრეკავენ. 15 წლის შვილი მყავს და იმას რომ დავინახო 2-3 წელიწადში აიგრე პოლიციელი მიადგეს, მერე მე გავიხდი საციხეთ საქმეს და მიადგებიან აუცილებლად თქვენს შვილებს, შვილიშვილებს და სისტემა აუცილებლად სადღაც მაინც შეგეხებათ ძალიან ცუდად და ხერთ უხმას არ მოიგებთ, ხოლმე და ზეგ ჩვენ თქვენს გვერდით ვეღარ დავდგებით, განა აღარ დავდგებით, ვეღარ დავდგებით. სირცხვილია რომ თბილისიდან ჭირდებათ ადამიანებს აქ ჩამოსვლა. დღეს აქ უნდა იდგეს ძალიან ბევრი გორელი მოქალაქე. იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცნობთ, აი აქ უმეტესობა საერთოდ არ ვიცნობთ არც ერთ დაზარალებულს გუშინდელთან. და მეორე მხარეს ბევრს ვიცნობ.
და წეგანაც ვქვილ ძმაკაცობი ბევრთან. მაგრამ ჩემთვის ძმაკაცობა არ არის ჩიქის აწევა. ძმაკაცობა არის კაცობა და ამ ადამიანებმა თუ დაკარგეს კაცობა და ისხდნენ გლდაში მესამე სართულზე და ითვალონ სასამართლოდან სასამართლომდე დღეები, რათა თავიანთი შვილები და ცოლები იქ მაინც დაინახონ.